გოგოებო, დღეს ვისვენებთ და ძალიან მოსაწყენია. უკვე მესამედ ვამოწმებ ჩემს ტანსაცმელებს. რა ვქნათ? ეგ იმიტომ, რომ არავინ ყავს ვისთან ერთადაც გავისეირნებთ. გოგოებო, ეს მიხდება? კი, კარგია. იცით რა, კალათბურთელებთან რომ მეგობრობდეთ? ხო, მართალია, არ ვემეგობრებით, მათთან საერთოდ არ ვსაუბრობთ. რა პრობლემაა, შეგვიძლია ვემეგობრებთ? დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამას ელოდებიან. რა, დიანა, ნუ ხუმრობ, მართლა იქნებ შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ბანი ვართ, მათ გადადგან პირველი ნაბიჯი. გოგოებო, დარწმუნებული ვარ, თვითონაც ასე ფიქრობენ, პირველ ნაბიჯს არავინ არ გადადგამთ და ჩვენი შაბათ კვირა საშინლად მოსაწყენი იქნება. ვაუ, ნასტია, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, არის ფართი? პრინციპში მეც. თუ გინდათ, შეგვიძლია შევურიგდეთ, ან შევთავაზოთ, რომ ერთად წავიდეთ სადმე. კი, თანახმოვართ. შვენიერი, კარგი, ახლა რას ვეტყვით? მოდი ჯერ ამ კარიდან გავიდეთ, იმიტომ რომ უკვე მიკანკალებს ფეხები. გოგოებო, მაგრამ კალათბურთელებმა თუ უარი გვითხრეს, დიანა, ეგ არასდროს მოხდება. კალათბურთელები ჩვენ გამო ტირიან. კარგი, ახლა ვნახავთ როგორც ტირიან. ბავშვებო, გახდით მოხალისეები, გააკეთეთ, კარგი. კარგი გააკეთეთ, აიღეთ. აიღეთ ეს? კარგი. ჩვენ მოვალთ. გახდით მოხალისეები, ყველამ ერთად გავაკეთოთ, კარგი საქმე. მოდით აქ, მოდით. არ მესმის რა არის მოხალისეობა. მოხალისეობა არის, როდესაც კარგ რაღაცას აკეთებ და ვიღაცებს ეხმარები, მაგრამ მე ცუდი გოგო ვარ, მოხალისე ვერ ვიქნები. არ და კარგი იქნებოდა. მეგობრებო, გამარჯობა. რაიან, არ დაგვეხმარები ტყის გასუფთავებაში? მე რაიანი აღარ ვარ, ახლა კენი მქვია. დაგვეხმარები? კარგი. შვენიერი. ბავშვებო, შემოგვიერთდით. გამარჯობა ვირთხებო. მოიცადეთ, ლუზერებო, ტყე უნდა გავასუფთავოთ ამ შაბათ-კვირას. პროვასტი, ასე რატომ წამოვედით? იცადეთ, გელოდებით შემდეგში. იქ საჭმელი იქნება? გული არა უშავს, შეგიძლიათ ლანჩი თან წამოიღო. კარგი ვირთხებო, მოვალთ. გელოდებით. ფეხბურთელებო, არ გინდათ დაიღოთ ეს ფურცლები? მანდ უკვე 9 საათიად გახართ. არ გინდათ რომ ტყე გაასუფთავოთ? ვირთხებო, არ ვიცი რა არის მოხალისეობა, ნახვამდის მეგობარო, მე ახლა გავისეირნებ. ლეილა, შოკში ვარ, რა იღბლიანია. ხო, მანქანით სეირნობს და ჩვენ აქ ფურცლებს ვაქნევთ. არა ლეილა, ჩვენ კარგ რაღაცას ვაკეთებთ. კარგი, მოხალისეები გვჭირდება, მოდით აქ. ერთად გავასუფთავოთ ტყე. ვაუ, კენ, ასე ჩაცმული სად მიდიხარ? მე ბიზნეს შეხვედრა მქონდა. კენს ბიზნეს შეხვედრები აქვს. გამარჯობა. გამარჯობა. ვირთხები რას აკეთებენ? ითხოვენ რომ კარგი რაღაც გავაკეთოთ და ტყე გავასუფთავოთ. გასაგებია. ბავშვებო, სად მიდიხართ? რას აკეთებთ? ტყეს ვასუფთავოთ ერთად. შემოგვიერთდით. დაგელოდებით. რა, შაბათს მე ხომ ფრჩხილებზე ვარ ჩაწერილი. მე კიდე შაბათს სალონში ვარ ჩაწერილი. კარგი, თუნდა წავიდეთ და გავასუფთავოთ, ეს კარგი რაღაც არის. დავეხმარებით ტყეს. ერთად ვასუფთავებთ ტყეს. ბიჭებო, შეხედეთ რა ვიპოვეთ. ვიღაცას ბაჭია ჩილიდერებიდან დღიური დარჩა. გინდა წავიკითხოთ? მაგათ დღეუში საინტერესო რა უნდა ეწევოს. მხოლოდ იმას დაწერენ, როგორი მაგრები არიან და კალათბურთელები როგორ აწუხებენ. ბიჭებო, ისე ასე რატო იქცევით? ბაჭიებს უკვე მართლა ცუდად ექცევით. ეს თვითონ დაიწყეს. სმაილ, შენ მართალი იყავი. მხოლოდ ის წერია, რომ კალათბურთელები ახლა ძალიან მოხეშები გავხდით. ბიჭებო, თქვენი ჩაი, ტიპების დატოვება არ დაგავიზდეთ. მადლობა, დავტოვებთ. აბა კიდე რა წერია? ისიც წერია, რომ შეიძლება კალათბურთელები ისევ მოეწონოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ უფრო კეთილები გახდნენ. მეგობრებო, მოდით ახლა ვეკეთილები გავხდით. ბიჭებო, კიდე წერია საინტერესო რაღაცები. გინდა წავიკითხო? კარგი, არ გინდა. არა, საჭირო ბაჭიების ყველა საიდუმლო ვიცოდეთ. ხო, თორემ მე მართლა უარესად მოექცევით. კარგი, როგორც გინდათ. ჯანდაბა, ისი გადარეულია, ჩვენ პირველებმა შევუკვეთეთ. ხო, და ჯერ კალათბურთელებს მოემსახურა. კალათბურთელებო, რა წესი აქვს ხედავთ, ხო, და პირველებმა ჩვენ შევუკვეთეთ. ისი უბრალოდ მათ ემსახურება პირველი. ხო, იმიტომ რომ ისინი ხურდას უყურებთ. რა მოხდა, რა გაყვირებთ? უკვე მოდის თქვენი ლატე. არიცი რომ ჯერ გოგოებს უნდა მოემსახურო? ხო, თუ განათლებული არ ხარ. ხო, და ჯენტლმენი უნდა იყო ის. გოგოებო, ასე მოქცევას თუ გააგრძელებთ, საერთოდ აღარ მოგემსახურებით. არ დაგავიწყდეთ რომ ეს კაფე არ არის. უბრალოდ აგარაკია. მე კიდე დღეს საერთოდ დასვენების დღე მაქვს. გოგოებო, ისი მართალია. ისი მუშაობს სამზარეულოში, უნდა გვაჭამოს და წყალი მოგცეს. სტელა, თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, მიდი და ის დაეხმარე სამზარეულოში. ხო, მხარი დაუჭირე მეგობარო. მე რატომ? გოგოებო, აქ სხედან კალათბურთელები. ხო, დაკავებულები არიან მგონი განსაკუთრებით ტიმური. და ბაყაყებიც არიან ჩვენც უკან. და რა გოგოებო, შიშს უფლებას მივცემთ, რომ კალათბურთელებთან არ მიგუშვას? კარგი, წავედით. ხო, თავდაჯერებულები. ბიჭებო, მგონი ჩვენთან მოდიან. გამარჯობა ბიჭებო, ლატე სვავთ? ჩაი.
უფს, უარყოფითად არიან განწყობილები. მოიცადე კნოპა ეგ იმიტომ, რომ ჯერ არ გვიკითხავს გასეირნებაზე. მის მიერ კალათბურთელებო ალბათ მოწყენილები ხართ. ძალიან გრძელია ეს შაბათ-კვირა და იქნებ გინდათ, რომ შოპინგზე წახვიდეთ ჩვენთან ერთად, ჩვენი მანქანით, ვარდისფერი მანქანით. ბიჭებო, წავიდეთ. არა, გოგოებო, რატომ გადაწყვეტეთ, რომ მოწყენილები ვართ? ჩვენ ძალიან კარგად ვერთობით. ხომ მართალია ბიჭებო, ხო ვერთობით? ხო, ვერთობით. გოგოებო, ხომ გაიგეთ? აი ერთობიან. არა, ეს ტყუილია. კარგი, უნდა წავიდეთ. გოგოებო, თავის სულელი მგონია. ხო და წავიდეთ. კარგი ბიჭებო, თუ ერთობით, მაშინ აღარ შეგაწყვეტნებთ. კარგად. სმაილ, ეს რატო გააკეთე? გოგოებთან ერთად შეგვეძლო წავსულიყავით. არა, არ შეგვეძლო. სმაილ, ჩვენ ხო ვაპირებდით პირველი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ იმათ მაგადადგეს. მე რა, უარი რატო უთხარი? არა, ასე ჯობია. ახლა გაკვირვებულები არიან. ხო, ისე მართალია, ჩვენ თავი უნდა დავიფასოთ. ბოლოს და ბოლოს კალათბურთელები ვართ. ბიჭებო, თუ მოწყენილები ხართ, შეგიძლიათ ბურთები აიღოთ და სავარჯიშოდ წავიდეთ. არა, მადლობა. ეს დაინახეთ, კალათბურთელებმა უარი უთხრეს ბანის. ხო, სახეებზე შეხედეთ, ასეთი სახეები ქონდათ. კარგი, ეს აშკარად დასასრულია ბანის და კალათბურთელებს შორის. და აქედან ჩვენ რას ვიღებთ? სულელი ხარ? ბანი კალათბურთელების გარეშე არ არის. ხო, საწყლები არიან. გოგოებო, სასწრაფოდ შეყვარებულები გჭირდება და შემდეგ ყველაზე მაგარი ჩერლდერები გავხდებით. ხო, მაგრამ მხოლოდ შეყვარებულები კი არ უნდა ვიპოვოთ. ჟენია, არ უნდა შევწყვიტოთ ძებნა. ვიღაც სადღაც გველდება. ხო, საინტერესოა ნეტავ სად? ავტობუსის გაჩერებაზე. გოგოებო, შოკში ვარ. კალათბურთელებმა გვიცხრეს უარი, თან უხეშად. ხო, ძალიან მოსაწყენი იქნება ეს შაბათ-კვირა. სიმართლე რომ თქვა, არ ველოდი ამას მათგან. კარგი, ჩემს ბლოკნოტში უნდა ჩავწეროთ დღიურში. კალათბურთელმა მომიშორა თავიდან. შენ არა, ყველა. გოგოებო, ხომ იცით, ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. იქნებ რაღაც შარში გავეხვიეთ, ან არ ვიცი რა ხდება. ალექსა, ხო, არ დაგვეხმარო და პირიქით, სუთხასიაძე გვამყოფე. გამარჯობა პირადო დღიურო, დღეს კალათბურთელებმა თავიდან მოგვიშორეს. რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ და წავიდეთ და ვეგანური პიცა ვჭამოთ. პიცა არ დაგვეხმარება. იქნებ ფართი მოვაწყოთ აქ, მხოლოდ ჩვენ და მუსიკა. ხო, 4 სულელი გოგო, რომელიც ცეკოს. არა, ალექსა, ეგ საინტერესო არ არის. წავიდეთ და ტანსაცმელები დავალაგოთ ჩვენს კარადაში. ვაუ, ძალიან მაგარი გეგმებია შაბათ-კვირისთვის. ვერ გავიგე აქ რა ხდება, არ დაიღალეთ ასე ცხოვრებით? ზიანა, ჩვენ სასეირნოდ მივდივართ, შენ როდის გამიზადები? არ მისვლის, ჩვენ სახლში რამე შეიცვალა. ზიანა აქაურობას როდიდან განაგებს? არა, შეუძლია რომ მართოს. მე მომწოს. კოსტია, არ მესმის, ასე ცხოვრება მოგწონს, სულ ბროკოლს ჭამ და მე ზიანას ჩემს წუწუნს უსმენ. ზიანა, უბრალოდ რო გადის და მალე ყველა ზომის კაფე დაიკეტება. მოიცადე ზიპ, ერთი წუთით რამე მაგარი უნდა შევქმნათ, რომ მაგრები და პოპულარულები გამოვიდეთ. ან ხო ხდებით? ოხ, საიდან აქ ასეთი ხასიათი? ზიპ, ძალიან გაგიმართლა. ზიანა, მოდი გავაკეთოთ. მეც მინდა რომ მაგარი ვიყო და პოპულარული. კარგი, ვიღაც მაინც მხარს მიჭერს. კოსტა, ზუპ, არ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში რამე შეცვალოთ? მე არ მინდა, ცნობილობა ჩემთვის არ არის. ზიანა, ხო იცი, მე ყველაფრის გასაკეთებლად ვცადვარ, რასაც შენ მეტყვი. შვენიერი ორი ადამიანი ჩემს მხარეს არის. ზიპო, რა სიტყვი? ზიანა, ზიპო კი არ დამიწახო და რასაც გინდა იმას გავაკეთებ. შვენიერი, მოდი ჩვენ YouTube-ის არხი გავაკეთოთ და დიანა ჩრდილში ვამყოფოთ უბრალოდ. რა? იქნება ამის გაკეთება არ არის საჭირო. ზიანა, ხო არ გვეხუმრები? 11 მილიონი გამომწერი ყავს. ზიანა, ეს მართლა შეუძლებელია. ზომები არავის არ აინტერესებს. ხო, ვიცოდი რომ მოსაწყენები იყავით. მოდით დავნიცლავდეთ რომ ვიდეო რომელსაც გადავიღებთ, მაგ ვიდეოს მილიონობით ნახვა ექნება, მილიონობით. ზიანა, მე არ ვაპირებ ნისლაუს დადებას, დარწმუნებული ვარ რომ გამოვა. რა, ცნობილები ვიქნებით. აბა ბიჭებო, მითხარით რა გინდათ, ლედი დიანას ვაჩვენოთ? დაუმარხოთ. ვინ არის მზად რომ გავაკეთოთ შესანიშნავი ვიდეო? ყველა. არაფერი არ გამოგივათ, უბრალოდ თავად შევიწყოთ და ყველაფერს გავაფუჭებთ. ები, მოდი დღეს სადმე წავიდეთ. აკვაპარკში, ან კინოში, ან რესტორანში. შენ მხოლოდ მუშაობ და მუშაობ. მაიკ, გესმის რომ შაბათ-კვირას უნდა გავასუფთავო ტყე? და თანახმარო არავინ არ იყოს. მაიკ, რა თქმა უნდა დაგთანხმდებიან, რატომ გავგზავნე გოგოები, ლეილა და იანა ყოველთვის ყველაფერს აგვარებენ. წორწნელოები, მასწავლებელო მაიკ, დამთავრდა. ხოლმე რამდენიმე ადამიანმა აიღო ეს ფურცელი, არ უნდათ რომ წამოვიდნენ ტყეში და დაასუფთავონ. იცით რა სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ ამ ბავშვებთან მიმართებაში, უნდა ავუხსნათ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტყის დალაგება. ები, მოიცა, ანუ შენი ტყეში წასვლა საჭირო არ არის. მაიკ, მეც და შენც გავასუფთავებთ ტყეს. სახელები მჭირდება. ვინ არ აიღო? ფეხბურთელებმა, ფეხბურთელმა დიმამ, ხო, მათ გაისეირნეს. წვრთნელოები, ისინი არ გვინახავს. უბრალოდ დავიღალეთ ამდენი ყვირილით, დავასუფთავოთ ერთად. მესმის გოგოებო, მაიკ. ხო, ები. მიდი დაარიგე ესენი. ხო, მაგრამ ები. მიდი დაარიგე, შენგან აიღებენ.
წარმატებები მასწავლებელო მაიკ. თავარია ხმამაღლა იყვიროთ. ერთად დავასუფთა 4 მადლობა გოგოებო, ძალიან ხმამაღლა ვიყურებ. გოგოებო, შემდეგი დავალება თქვენთვის. რა დავალება მწნელოები? წადით და ყველას ოთახი შეამოწმეთ. ვისთანაც არეულობა მითხარით.იანა ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მასწავლებელ მაიკს და მწვრთნელების დავხმარებოდით. ხო, წავიდეთ ლეილა. კარგი, აბა რომ ჩავწეროთ ვიდეო, უნდა გამოვეწყოთ. არა, ჩემ ბრენდულ ქურთულს არასდროს არ გავიხდი. იცი საერთოდ რა ბრენდის არის? ზიუპტაცკარტი, მოდა იცვლება და შესაბამისად ბრენდებიც. მე მზადვარ რომ გამოვიცვალო. კოსტა შენ, მე ჩემ ფორმას არასდროს არ გავიხდი. კარგი ბიჭებო, ჯერ ჩემით დავიწყოთ და მეხმარებით არჩევაში. აი ეს. კი. აბა ბავშვებო, ნორმალურია ამით რომ გადავიღო? ზალინა, შენ ამ ფორმაში მე ამბოხე. ბიჭებო, ეს ბოლო ლუკი არ არის. თქვენ რატომ დგახართ? მიდით აირჩიეთ თქვენთვისაც რამე ლუკი. ბიჭებო, გაგიმართოთ, ვხსნობ რომ ძალიან მოდურები გახდებით. კოსტა, ჩვენ ცნობილები ვიქნებით. შენ კიდე გააგრძელე შენი ზალინას მოსმენა. მე ნებისმიერ ტანსაცმელში ყველას მოვუწონვარ. ამიტომ ამ ქურთულს დავიდოვებ. არა, ეს მართლა მომწონს. ამაში ძალიან მაგარი ვარ. მე ჯინსები არ მომწონს. რა, არა, მაგარია. ერთი ცუდი ისაა, რომ ახლა ზომებს აღარ გავხართ. ბიჭებო, ამ ლუკზე რას ფიქრობთ? ახლა გავარ მე ამბოხეს? ბიჭებო, შევშურდეთ, ეს ჩემი გოგო არის. ჩემი გოგო. ხო, ბიჭებო, თქვენს კარგად გამოიყურებით. კიდევ რამდენიმე ლუკი და გადაღებას დავიწყებთ. კოსტა, შენ ჩვენი ოპერატორი, ედიტორი იყავი. კარგი, თქვენ ვიდეოები ჩემ კომპიუტერში დავაედიტებ. და ეს ბიჭებო, მაგარია. კარგი ბოლო ლუკი და უკვე გადავიწყებთ. კოსტა, შენ მზად ხარ? მე ყოველთვის მზად ვარ. მშვენიერი დამეოლდეთ. ეს ტანსაცმელი მართლა მომეწონა. ხო, მაგრამ შენ ხო ალერგია გაქვს. საკაც სხვა რამეზე იძახის. აბა ბიჭებო, რომელი ლუკი არის უკეთესი, რომელი ავირჩიო? მე ამბოხე. ვიცოდი ბიჭებს მოვუსმინო, მაგრამ პირიქით. კოსტა? მე მზად ვარ. აბა, სად ხართ? კი. 1, 2, 3, დაიწყეთ. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ზალინას მე ამბოხურ არხზე ხართ, ესენი ჩემი მეგობრები არიან. და მე მისი შეყვარებული ვარ. ჩვენ ძალიან მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ და საჭიშებსაც. მეგობრებო, მიდით გააგრძელეთ, ძალიან მაგარია. მე კიდე ოპერატორი კოსტა ვარ. ეს ჩემი ორი თითია. კოსტა. აბა ბავშვებო, ხომ არ დაიღალეთ ლედი დიანას წულწუნით სიყვარულზე და გვისუბსქრაიბეთ არხზე და ჩვენ უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ. მართლა. ლედი დიანა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ხო, დაგმარხობთ. ჩემი ზიანო ყველას გაჩვენებთ ვინ არის. ეს არხი გამოიწერეთ და არც ერთი ვიდეო არ გამოდოვოთ. აქ ნამდვილი ცეცხლი დაინთება. ხო, მართალია. სო, გადავიღეთ. აბა კოსტია, როგორი იყო? ეს კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ ნამდვილი ვიდეო ჯერ ხო არ გადაგვიღია. არა, უშოს კოსტია, ამას ხვალ გავაკეთებთ. ზიანა, მე ამბოხე მთელი ღამე დაწერს სცენარს. აბა, წავიდეთ კაფეში. ხო, კარგი კოსტია, შენ დააედიტე ჩვენი ვიდეო და ჩვენ კაფეში წავალთ. არა, ეს ნამდვილი ბომბი იქნება. საკაც უp ვერ წარმოიგეთ ეს რამდენად მაგარი იქნება. Я же вылетаю кукла, хей бой, постой, поиграем с тобой. Почему бежишь, милый мальчик? Мне не нужны твои цацки. ჩემთან ახლოს ნუიწევი რა. მე უბრალოდ შენთან ახლოს ყოფნა მინდა. Почему бежишь, милый мальчик? Мне не нужны твои цацки. კარგი გოგოებო, კარა და წესრიგშია. შემდეგ რას გავაკეთებთ? ჯანდაბაშიც წასულან ეს კალათბურთელები, ჩვენ გავისეირნოთ. გოგოებო, რაღაც ვნახე. რა, კალათბურთელები ლაივში არიან? ხო, ჩვენ რომ გაგვაღიზიანონ. არა, დიანა, ზიპის შეყვარებულმა ახალი YouTube-ის არხი შექმნა. და არხს ზიანამ მე ამბოხე დაარქვა. რა? აი, შეხედეთ. ვაუ, ახლა ბლოგერია? მე ამბოხე, რამეს არ გახსენებთ? გაოცებული ვარ გოგოებო, დამთავრდა, ვიცი რასაც გავაკეთებთ. ახლა ამ სახლში წავალთ, ზომბების სახლში და ყველაფერს დავალაგებთ. ვერ გავიგე, ანუ მე ვწუწუნებ სიყვარულზე? კარგით რა. დიანა, როგორც ეს გადაწყვიტა, რომ ლედი დიანა გახდეს. იგივე გარეგნობა აქვს და სახელიც მსგავსია. ხო, და ასევე თქვა, რომ დიანა წუწუნებს თავის არხზე და ის უკეთეს ვიდეოებს გადაიღებს, ამას ვერ გადავდებთ.
არ გადავდებ არაფერს. ალექსა, მასკოტ, ჩვენთან ხართ? მე კოსტუმი უნდა გამოვიცვალო. კარგი, დარჩით. გოგოებო, წარმატებები, აჩვენეთ მაგ ზომბებს. გოგოებო, ძალიან გაბრაზებული ვარ. ვაჩვენებთ ამ ზიანას. მართლა არ ვიცი რას გავუკეთებ, მართლა. სხვადასხვა შენი კლონია. არა, ალექსა, ჩემი კლონი არ არის. უბრალოდ მგავს. ცდილობს რომ დიანას დაემსგავსოს, რადგან უნდა რომ გახდეს ცნობილი. გამარჯობა. სად მოდიხართ? აი იქ ზიანას. ეს არ შეგიძლიათ. აქ ვარსკვლავის ცხოვრობს. რა? საკადეს მე ვარ კნოპა. რომელ ვარსკვლავს იცავთ? ჰაი, ვარსკვლავი მიდის. რატო გვაშტერდებით? სასეირნოდ მივდივართ. მომისმინე ზიანა კიდევ ერთხელ ჩემს ვიდეოებზე რამე სიტყვი და კარგი ბაჭიებო, დაწყნით. ახლა ჩვენ ვართ მაგრები. გაიგონეთ, ვარსკვლავი მიდის. შენ მათ მხარეს ხარ? ხო, რავი, მინდა რომ პოპულარული ვიყო. კარგი ბიჭებო, ამას დავიმახსოვრებ, წარმატებები, მაგრამ უფლებას არავის მივცემ ჩემი ვიდეოები გააკრიტიკოს. გასაგებია? გაოცებული ვარ, კნოპა, ხედავ შენი ზაკატი. კარგი, კომენტარებში დაგვიწერეთ, ვის უკეთესი ვიდეოები აქვს, მე თუ ზიანას. კარგი, გასაგებია ყველაფერი. გთხოვთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს. მართლა არ ვიცი, ანუ ასეთი ლამაზია? კარგად.